მე ვარ გუგა კოჩალიძე 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და უცხოეთების შესწავლა. ადრე წელიწად ნახევარი დავდიოდი ბათუმის დინამოში და შემდეგ გამოვედი. იმიტომ გამოვედი რომ ბევრს არ გვასწავლიდნენ, უბრალოდ ბურთს მოგვიგდებდნენ და ითამაშებდო. დინამოში ვთამაშობდი ბარცხელა მცველის პოზიციაზე. სვაში თამაში იმიტომ მომეწონა რომ ჯერ მეკარე ვიყავი და შემდეგ მივხვდი რომ დაცვაში ძალიან კარგი ვარ, ამიტომ გადავედი დაცვის პოზიციაში. მოედანზე ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ზუსტი პასის მიცემა. გასაუმჯობესებელი მაქვს მარტაობა. კი ვარ მცველი, მაგრამ მეც გამიტანია გოლები. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 60-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მიურბოდი, პასი მომცეს, ორი ადამიანი მოვატყუე და შემდეგ გოლი გავიტანე. ისეთი მომენტებიც მქონდა, რომ უეჭველი უნდა გამეტანა, მაგრამ ვერ გავიტანე. კუთხური ჩამიწოდეს, კარებთან ვიდექი და დავარეტყი ცარიელ კარებში, მაგრამ ავაცილე. სახში ორი ფორმა მაქვს, ერთი დინამო ბათუმის და ერთი მესის. მე მინდა მქონდეს წითელი ფორმა და უკან ეწეროს ნომერი 24 კოჩალიძე. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 4 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ენგოლო კანტე და ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები არის, ძალიან კარგი სკოლა არის და ძალიან მეგობრული კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დემეტრე როყვა. ყველაზე ცელქია ანდრია ზოიძე. ყველაზე ჭკვიანია ელიზა გათენაძე. ყველაზე მშვიდია რეზი შარვაშიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, ჭკვიანი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ნათია კუჭაშვილი, რადგან ის ძალიან მეგობრულია და ძალიან კარგად გვიხსნის გაკვეთილს. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობ. პირველ ნახვაზე ვთხოვ, რომ დასვენების დრო გაეზარდოს 5 წუთით. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ ჩემი ძმის ხელა ვიყო. სახში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 14 წლის და ქვია გეგა. ის არის ნიჭიერი, სიმპათიური, ჭკვიანი და ხალისიანი. გეგასაც გადაწყვეტილი აქვს გახდეს ფეხბურთელი. მაგრამ ჩემი აზრით გამოვა ფიზიკოსი. მამა არის მიზანდასახული, შრომელი და მეგობრული. დედა არის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლობიანი. ჩემი საყვარელი საჭმელია შაურმა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გებრიელად გააკეთებს პიცას. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქვენ გიორგის, გოგას, ელიზას, სესილის და ასე შემდეგ. ჩემ ცოლს დავარქვენ ქეთათოს. ჩემი ჰობი არის უცხოენების შესწავლა. თავიდან დავიწყე ინგლისური ენა და ახლა ვსწავლობ რუსულს. ინგლისური უფრო მიადვილდება და რუსული ძნელი აღმოჩნდა. ინგლისურის და რუსულის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური. ჩემი აზრით მე სულ ვისწავლი 4 უცხო ენას: იტალიურს, რუსულს, ინგლისურს და ესპანურს. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმე არის ჯოჯო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გამოვიყენებდი, რომ დავალებები მაშინვე დამეძერა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავედოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ბევრი ფული რომ მქონდეს, რას გავაკეთებდი? მე რომ ბევრი ფული მქონდეს, ჩემ დედიკოს და მამიკოს ვუყიდი რაც უნდა და ახალ სახლს ვიყიდი, რომ კარგად ვიცხოვროთ. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და ბაბიკო მთელს მსოფლიოში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მაგალითად, მე მინდა მქონდეს დროის მართვის სუპერძალა.
ბედნიერება არის ჩემი დედიკოს და მამიკოს გახარება, ფეხბურთის თამაში და ზმასთან მეგობრობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.